საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რომელთაც მოთხოვნილია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმება. ასევე ითხოვენ დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერებას. მათი თქმით, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას. სარჩელის ავტორების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს სარჩელის განსახილველად, თუმცა მათ შუამდგომლობით მიმართეს დავა დაჩქარებულ ვადებში იყოს განხილული. ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული კანონი, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა, ასევე მათმა ხელმძღვანელმა პირებმა გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელი შეტანილია 2025 წლის 15 მაისს და ამ სარჩელით ამავდროულად მოთხოვნილია როგორც კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ასევე მათი მოქმედების შეჩერება, რადგან ამ კანონის ამოქმედება აყენებს მყისიერ საფრთხეს ორგანიზაციებისათვის და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც უსაფუძვლოდ შეიძლება მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში.